მოგესალმებით, ეს კინოპოდკასტია, ჩვენ მისი წამყვანები ნიკოლოს ხომასურიძე და ლაშა დარდაგანი, კინომიმომხილველი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი წარგვიდგინე. მშვიდობა და სიყვარული მეგობრებო, დღეს ვყავს არაჩვეულებრივი, ჩემთვის გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბატონი გივი ჩუგუაშვილი, ეს არის კინოპოდკასტი ლაშა დარდაგანი, ნიკოლოს ხომასურიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მოგესალმებით. გვინდა დავიწყოთ ახალი ამბავით. თქვენი მონაწილეობით გადაღებული ფილმი გიორგი ოვაშვილის მთვარე მამაა ჩემი ესტონეთში ტალინის შავი ღამეების საერთაშორისო კინოფესტივალზე 1900 ფილმიდან 17 საუკეთესო ფილმში მოხვდა და საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს მსოფლიოს 80 ქვეყნიდან. ამ ფილმის შესახებ და თქვენი როლის შესახებ რომ მოგვიყვეთ. ტრეილერი მეც ვნახე, ფილმი არ გვინახია ჯერ და ძალიან საინტერესოა და ულოცავთ გიორგის, გილოცავთ თქვენ და ბევრი წარმატება ქართულ კინოს. ეხლა რაშია საქმე ისიც რომ გიორგი ცოტა თავს იკავებს, იმიტომ რომ რაღაც სიტუაცია საქართველოში ისეთი რომ უნდა რომ ცოტა ისე ზემის ფორმა კონდეს და დღეს ცოტა უხერხულად მიიჩნევს გიორგი რომ დღეს გავიდეს, ამიტომ ცოტა ხანით შეიკავებს თავს. რაც შეეხება ხო, ფილმის პრემიერას საქართველოში. რაც შეეხება ტალინს, მართალი ხარ თქვენ 1900 ფილმიდან 17 ფილმმა მიიღო მონაწილეობა ტალინის შავი ღამეების ფესტივალზე. ხო არის წითელი ხალიჩა, იქ არის შავი ხალიჩა. შავ ხალიჩაზე. რადგან შავი ღამე? კი, შავი ღამეების ფესტივალი და რაღაც სასწაული დღეები იყო. ძალიან წარმატებულად წავიდა ჩვენი ფილმი ულოცავ ბატონ გიორგის, იმიტომ რომ საოცარი კაცია გიორგი, ძალიან შრომელი ბიჭია, ძალიან შრომელი. აი, წავედით დილით გადაღებაზე. გადავიღეთ რაღაც გარკვეული კადრები, საღამოს 5 საათამდე. მოვდივარ დაღლილები უკვე. მთელი საქართველო მოვიარეთ მაგ ფილმით. სად არ ვიყავით და მოვდივარ დაღლილები. აიკიდებს ზურგშანთას და გადის ისევ ადგილები შეარჩიოს ეს დაღლილი კაცი უკვე. შემდეგი გადაღებაში. ეგ არის შთაგონებული კაცი. არა, შემდეგი გადაღების გეგმა აქვს, მაგრამ კიდე უნდა შეარჩიოს მომავლისთვის რაღაცა. აი მივედით რაღაც რაიონში. იქ არჩევს მომავალი ფილმის გმირები რაღაც. აი ესეთი უცნაური კაცია. და ამიტომ ვთვლი რომ ძალიან პერსპექტიული. ძალიან საინტერესო სახეობს არჩევს ხოლმე. ძალიან პერსპექტიული და ძალიან საინტერესო პიროვნება და უმართლებს კიდევაც. უმართლებს, იმიტომ რომ მაგის ფილმები ნახეთ. 3 ფილმი მქონდა, მე მგონი, აქამდე გადაღებული. 3-ვე მე მგონი წარმატებული ფილმი. სიმინდის კუნძული, გაღმანაპირი მანამდე, მე პრეზიდენტი ხიბულა, მოკლე ფილმიც აქვს. ხო, მაგრამ რაც გადაიღო რაღაც არ გაპატიებს არაფერს. აი, გადაღების პერიოდში 10-100 გადაიღებს და არაპატიებს არც თავის თავს და არც ჩვენ. აი ეს პიროვნება გიორგი. ამიტომაც დებს შედეგს. რა თქმა უნდა. It's a story about the strong relation between father and son. It's based on the real events, the memories of my childhood. So this story was in me quite a long time, years and years, and I was thinking that one day it will come when I go to these memories and create the story for others as well. თქვენი როლის შესახებ მოგვიყევით. ხო, ჩემი როლის შესახებ ძალიან რთული როლი იყო. რთული იმ მხრივ, რომ არის შვილისადმი სიყვარულიც, მერე გართულებული ცხოვრება, დაენგრა ოჯახი, ყველაფერი დაენგრა, ციხიდან ახალი გამოსული და შემთხვევით გასროლებმა ტყვიამ იმ ყველაფერი დაუნგრია, მთელი ოჯახი დაანგრია და რაღაცა თვითონაც ტრაგიკულად წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი პიროვნებაზე, ჩემ გმირზე. და იქ არის პატარა ბიჭი, რომელიც ჩემ შვილს თამაშობს. არჩია გიორგი, მე მგონი კახეთიდან წამოიყვანა. ძალიან კაი პიროვნება, კაი ბავშვი, კაი შვილი, ძალიან დაინტერესებული, ძალიან კარგია ფილმში.
ფილმის შესახებ წავიკითხე, რომ გიორგი ოვაშვილი არ ღალატობს თავის ტრადიციას და აქაც მინიმუმამდეა დაყვანილი დიალოგები, ხო? სიჩუმეა ძირითადად და გამოსახულებით ცდილობს რომ ესაუბროს მაყურებელს. ხო, ჩემთვის მე ცოტა ემოციური ვარ და არ მაკმაყოფილებ და რაღაც მინიმალიზაციაზე დაყვანილი. მაგრამ მე იქ რომელმაც სცენარი დაწერა, უცხოელია ის. იმასთან მქონდა საუბარი და აი ზუსტად ეს მომწონს შენშიო, რომ აი ეს მინიმალურამდე არის დაყვანილიო და არა დიალოგშია საქმეო, არამედ მოქმედებაშიო. და სხვანაირად იკითხება. მე მომწონს გიორგი როგორ არჩევს სახეს, ამ სრულად უცნობი ადამიანი როგორ ხდება ფაქტიურად იმ მის ფილმში პროფესიონალი მსახიობი ფაქტიურად პროფესიას ძენს ფილმის განმავლობაში და ის მე მისი გადასაწყვეტია როგორ გააგრძელებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ეს ბავშვიც უკვე ჩამოყალიბებული მსახიობი იქნება თუ გააგრძელა უკვე და კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება იქნება მიღებული. ამ ეს ბავშვი უკვე ისე მოიწამლა. რა თქმა უნდა. რომ ეხლა ფიქრობს უკვე რომ მსახიობი უნდა გამოვიდეს ელაპარაკა. კახეთის რომელიღაც სოფლიდან იქ. აი სხვათა შორის აი კახეთის რომელიღაც სოფელში ნაპოვნ ბავშვზე თქვენი მონაწილეობით გადაღებული კიდევ ერთი ფილმი რომელიც ახლახანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აკაც პრემიერა იყო. აკაკი შანშიაშვილის ზამთრისპირის სევდა სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობთ და იქაც ბავშვი არის არაპროფესიონალი მსახიობი რომელიც ასევე კახეთში აღმოაჩინეს. კი, იქაც ბავშვია და იყო ცოტა გართულება ამ ბავშვთან და მე უთხარი იქნება ნახოთ მეთქი ის რაღაც შევთავაზე ეს ვარი ნახა და არა ისევ ისმინდაო და ისევ იმას ესეც კაი ბავშვია კაკოს არ უთამაშოს და კაკოზეც მინდა ორი სიტყვა თქვა კი აუცილებლად იმიტომ რომ ამ ფესტივალზე ბევრი არა რამდენიმე ქართული ფილმი აჩვენეს ახალი და სუბიექტური იქნება და ყველაზე მეტად შანშიაშვილის ფილმი მომეწონა და სამწუხაროდ ჟიურიმ დატოვა ჯილდოს გარეშე მაგრამ არა უშავს კიდევ სხვა ფესტივალებიც იქნება ეს ფილმი რო გადარჩა და გამოვიდა კაკოსი ეს არის კაკოს ძალიან დიდი გმირობა ამ ფილმს არ ეწერა არაფერი. აი გაწირა თავი კაკო. მე მგონი, აი თავის თავსაც გაყიდი და ოღონდ ეს ფილმი გადარჩენილი იყო. ფილმი რეჟისორისთვის არის როგორც შვილი გაზარდა და ისე როგორც მსახიობისთვის როლია. კინო ძალიან ისერთული. კაკომ ძალიან ბევრი სირთულეები გადაიტანა. როგორც ოვაშვილმა 5 წელი იღებდა ამ ფილმს. 5 წელი მერე მონტაჟი, რაღაცები, ყველაფერზე. მერე რაღაც იქნებ პატარა ხათრით რაღაც ნაცნობობ შეიძლება ფილმი იღება და ეს ხათრით და ნაცნობობით და იმით და მერე მოქმედებს მერე რა თქმა უნდა თავარი ადამიანებს შეუნარჩუნოთ სამყაროს საოცრებას სიკეთის შუქი თვალებში ეს არის ფილმის ძირითადი იდეა მოქმედება ხდება ფერმაში სოფლიდან მოშორებით მთაში ფილმის გმირები შრომელი ადამიანები არიან ერთმანეთის მოსიყვარული ადამიანები, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები არიან. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ აი ამ მზრუნველ ადამიანებს და ქვეყნისათვის შრომელ ადამიანებს არ ასვენებს გარე სამყარო. იმდენად არ ასვენებს, რომ ფერმა მიდის განადგურებამდე. ფილმი ჩემთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის პასუხობს დღევანდელობას. დღევანდელ დღეს ჩვენ ხედავთ არაკეთილ სინდისიერ დამოკიდებულებას საქმისადმი, ქვეყნისადმი. ვაჩაღებთ გარშემო ყველაფერს. მე მგონი ეს სათქმელია, რომელიც საინტერესოა დღევანდელობისთვის. ერთ რაღაცას აღნიშნავდი ამ ფილმთან დაკავშირებით, რომ არ ეტყობა, რომ დროში გაწელილი იყო გადაღება, ხარისხს არ ეტყობა რა. იმიტომ რომ ბოლო ხანებში მართლა რაღაც ექსპერიმენტული კინოც შემოვიდა თითქოს მოდაში, აი თქვათ მობილურით გადაღებული ფილმები განათების გარეშე და ასე შემდეგ, ხატვრის გარეშე და ამ ფილმს ეს ფილმი არის აბსოლუტურად პროფესიონალურ დონეზე შესრულებული, ყველა კადრი ფერწერული ტილოსავით არის, ოპერატორს აქვს ნამუშევარი, მხატვარს აქვს ნამუშევარი, მართლა კინო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით რა. კი ბატონო.
სულ შენ ძებნაში უნდა ვიყო ბალო. სადა ხარ მთელი დღე? ჰა? შენ იცი რა არის კალეიდოსკოპია? რა? თოვლას აყვანა მინდოდა კალეიდოსკოპიაში. ისე ვამბობ ხოლმე, რომ დღეს რო ქართული კინო არსებობს, აი კინოში მოღვაწე ან რეჟისორების, პროდიუსერების სახეობები ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ეს აი განგრძობითობა არ წყდება, თორე აი ურთულესია. დღეს ფაქტიურად გმირობაა ფილმის გადაღება რა. გმირობა შენ ძალიან დიდი დებ ამ თავს უძღვნი იმ ფილმს, ესეც უნდა იყოს, რომ შენი შემოქმედებაა და გინდა რომ შენი ნააზრევი, ნაფიქრალი გაუზიარო მაყურებელს და შექმნაო, მაგრამ ისეთი სირთულეა ფილმის გადაღება, რაც გარედან იშვიათად ჩანს, უფრო შიდა სამზარეულოა ეს, რომ ყველას უსურვებ გამძლეობას და ბევრ წარმატებულ პროექტს რა, ქართულ რეჟისორებს, ახალ თაობასაც, უფროს თაობასაც და უმნიშვნელოვანი არა და კინო ყველაზე ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მიმართულება, რომელიც ყველაფერს აერთიანებს და ძალიან მასშტაბურად შეგიძლია წარმოაჩინო შენი ქვეყანაც და ის ისტორიები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაცოცხლდეს რა. ეხლა კიდე ერთი უბედურებაა საქართველოს ქართული ფილმი საერთოდ ეს ქართული სტუდიის რო გქონდა კინოსტუდია ეს დარჩება თუ არა. აი ეგ არის უბედურება, იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან მოდიან, ერთი 5 ფილმში ვარ ეხლა გადაღებული, საზღვარგარეთიდან ჩამოდიან, ისრაელიდან ჩამოვიდნენ, გერმანიიდან ჩამოვიდნენ და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩამოდიან და არ მინდა რომ მონოპოლია მაგათ აიღონ და საერთოდ ქართული ფილმი საერთოდ ისპობა. აი დამიჯერეთ რა. კი, საერთოდ ისპობა. ვიცი, მაგით ქართული ვამბობ. ფილმი. ესე იგი მონოპოლიას იღებს საზღვარგარეთ. ჩვენ შესაძლებლობებს იყენებენ სხვები და ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს არა, იმ საერთოდ შესაძლებლობა რომ არა. გამოვიყენოთ. საერთოდ არ არის. ეხლა მიგდებულია დღეს სადღაც ქართული კინო. ეგეც უნდა თქვა, ცოტა უხერხულია, მაგრამ ბოდიც ვიხდი. არის არჩევანი, რომ ქართული ფილმი იღება, მაძლევენ გარკვეულ თანხას და 10-ჯერ მეტ თანხას მაძლევენ უცხოურ ფილმში. კი ბატონო, მე როგორც სამშობლოს პატრიოტი და ყველაფერი ძალიან ბევრ კომპრომისზე ბევრჯერ წავსულ ვარ, მაგრამ ბევრჯერ ვერ წავალ უკვე. იმიტომ რომ ჩვენ ხო გვინდა ცხოვრება. და ამიტომ იღებს მონოპოლიას. ქართული ფილმიც რა, რომელმა რეჟისორი ხო მე გადავიღე 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს ჩემი გადაღებული, ანუ 2010-დან 15 წლამდე, ანუ 15 წელიწადში შევძელი ცოტა უფრო მეტი დამჭირდა 3 ფილმის გადაღება, ხო? ანუ შესაძლოა ასევია სხვა რეჟისორიც და წელიწადში მაქსიმუმ 2 ფილმი, რომ დაემთხვეს, რომ შეიძლება დაემთხვეს ადრე დაწყებული და მე ერთად გამოვიდეს, მაგრამ ჯამში თითო რეჟისორი 5-6 წელიწადში ერთხელ თუ გადაიღე ფილმს და ეს საშინელებაა რა. შენთვისაც კარგია, ბაბაჩემა იცოდა ხოლმე, გუთანი არ უნდა დაჟანგო. უნდა ხნას გუთანმაო და თუ 3-4 წელი იმ გუთანს გააჩერებ, ის დაჟანგდება და შეჭამს ეს ჟანგი. ჩემი გუთანი დაჟანგდა საბჭოთა. მე პროფესიით კინორეჟისორი ხო და ეგ უბედურება. გასალესი გვაქვს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების იქით ვეღარ წავედი, იმიტომ რომ აღარ არის კინო საქართველოში და შევრჩი ტელევიზიაში და ამიტომ ძალიან დიდი გმირები ხართ, ვინც დარჩით კინორეჟისორებად რა. და გისურვებ თქვენს, რომ ეს გმირობა გაგეგრძელებინო თქვენ. კი, აუცილებლად რა. მე გავიხსენებ ჩემს სადიპლომო ფილმს, ან რისაც წავედი მე ლოს-ანჯელესში, რომ აი ეს მე სწავლა კინო, დავამთავრე იქ კინოსკოლა და ჩამოვიყვანე ჩემი ჯგუფი და 14 კაცი იქიდან და გადავიღეთ დიდი ჩემი მიზანი არის დიდგორის გადაღება. დიდი არ მასშტაბური დიდგორის და ეხლა გადავიღეთ სადიპლომო რა 2008 წლის აპრილში გადავიღეთ და იქ ორი გამორჩეული გმირია. დავით აღმაშენებელი და ილღაზი და აი ჩემს ორი გამორჩეული მსახიობი მოვიწვიე გუჯა ბურდული ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული აი უმაგრესი პიროვნება ადამიანი პროფესიონალი მსახიობი და ბატონი გივი ჩუგუაშვილი გივი ასრულებს ილღაზის როლს გუჯა დავითის როლს და ისე ხა 30 წუთიანი
სადიპლომო ფილმია და აი ძალიან ლამაზი მოგონება იყო რა ჩემთვის მაგარი გამოცდილება მივიღე და ნახე რამხელა შრომაა გასავლელი რომ იმ დიდგორამდე მივიდეთ და ეხლა ჩემი ყველა ფილმი ამას ემსახურება რომ ამ ჟანრში განვითარდეთ და არაჩვეულებრივად შეასრულა ბატონმა გივიმ რამდენი კაცი შეგვიგროვდა სულ 500,000-მდე იქნება სულ ნარჩევი მებრძოლები ნაწილია და ნაწილიც გურჯისტანის გზაზე შემოგვიერთდა აი ისიც და მეორე პროექტი სადაც მონაწილეობდა ჩემი ან უწყვეტი კადრი დავიწყებული მეფე იქ ჩემთვის არის ტამპლიერთა უკანასკნელი დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე რომელიც კოცონზე დაწვეს რა ბოლო ეგ იყო ეს 13 ოქტომბერი პარასკევი დღე აი პარასკევი 13 ამ თარიღს ეხება რა ტამპლიერების დარბევას და სალთან ეს უწყვეტი კადრი იყო რა მთელი ფილმი და სასწაულად შეასრულა ბატონი გივი კი ამბობს რაღაცები დამაგრა მაგრამ ჩემთვის ძალიან მაგარი შესაძლებლობა იყო ესე იგი უწყვეტ კადრს იღებს რამდენი 45 წუთიანი 105 წუთიანი უწყვეტი კადრი მე ერთ ეპიზოდში ვიყავი რომელიც უნდა შემესრულებინა 10 წუთიანი ეპიზოდი და ახალ კინოსტუდიაში დიღმის კინოსტუდიაში იწყება ფილმი ავლაბრიდან იქ ორთაჭალიდან უпростоრად სასტუმროდან იწყება ფილმი. კამერა ჩაირთო, მოდის ჩართული კამერით. მე გზა გამოვიარეთ. გზა უნდა გამოიაროს, ეს ყველაფერი ხო ვიცი მე. ამნაირი საშინელება და ამნაირი დაძაბული არ აყოფილვარ არც ერთ ფილმში. იმიტომ რომ ერთი სიტყვა რო გადამეტრიალდეს, ამან თავიდან უნდა დაიწყოს კიდე გადაღება იქიდან და ორთაჭალა უნდა მოიაროს კიდე უწყვეტი კადრი არა ყველა ნერვიულობდა რა თქმა უნდა და ნერვიულობდა და ეხლა შენ რომ წეღანო საუბარში თქვი რომ მინდაო სრულმეტრაჟიანი უკვე როგორც ისეთი არა უწყვეტი შეიძლება რამდენიმე ძალიან მაგარი ფილმი გამოვა ძალიან უწყვეტმა კადმა რაღაცები დააკლო იმ ფილმს რა თუმცა ის იდეა ყველამ ერთად ძალიან მაგრად შევასრულეთ რა ორი დუბლი ძალიან მაგარი გამოვა კი ის უფრო დახვეწილი გამოგვივა და ვფიქრობ რომ ახლიდან გავაკეთოთ ეგ გადაღება ძალიან კარგი ამ გვირაბით გახვალთ და მიხვალთ იმ სოფელში იქ ნებისმიერ სეტყვი რომ ჩემი შვილი ხარ და რომ ის გახლავს თან დაიმახსოვრე სიტყვა ის აუცილებლად უნდა ახსენო შემდეგ ყველა მიგიღებთ და უსაფრთხოდ იქნებით აბაგაი მეორე რაც გითხარი? სოფელში რომ მივალთ, უნდა ვთქვა რომ შენი შვილი ვარ და რომ ის მახლავს თან. ოჩახ ჩემო გოგონა, ოჩახ. მე არსად არ წავალ. არ შემიძლია თქვენი მარტო დატოვება. მივიღოთ ბრძოლა. მადლობელი ვარ დემეტრე, მაგრამ მე მარტო არა ვარ. უფალი ჩვენთანაა და ღმერთს ასე სურს რომ ეს უნდა არა. კმარა დემეტრე. თქვენ ჩვენთან ერთად წამოდით. მარა მეთქი. არ მინდა დამავიწყდეს რომ მოდიოდი სულ ამბობდი რომ აი ეს უნდა თქვა მეთქი. იშვიათად არის ქართულ კინოში, რომ მსახიობი გახსოვს ხმით. სულ ორი მახსენდება ესეთი. ზურაყიფშიძე და ბატონი გივი. გამორჩეული ხმა, რომელიც აი სტუდენტობიდან მოყოლებული ჭექარე ესეთი მაგარი ხმა. განსხვავებული ხმა, კინემატოგრაფიული ხმა დავარქვი რა უფრო და თქვენი ერთი ფრაზით მახსოვს ბევრი კარგი სცენა იმ ფილმში რა თქმა უნდა ბაბლუანების თემურ ბაბლუ და გელა ბაბლუანის მემკვიდრეობა. იქ არის ერთი ფრაზა როდესაც ვიყავით პრემიერაზე, ანუ მთელი დარბაზი როცა გამოვიდა კინოთეატრიდან, ყველა ამბობდა ამ ფრაზას. რომიძურები, სადმიძურები. ეგ ბაბლუანი უნიჭიერესი კაცი. იმპროვიზაცია იყო როგორც ვიცი. უნიჭიერესი კაცი და მართლა გადახების დროს ზაფხული იყო. ვიღებდით ყაზბეგის მხარეს სადღაც და იქავედი მოტოციკლით წავედი, ჩემი მოტოციკლით ჩავედი იქ პერევალზე. ეგეც რა ვახსენოთ. ხო და ვიღებ და ღამეა. უკვე ღამეა და ეს პროჟექტორები რო აინთო ეს ჭრიჭინები თუ რაღა აი დიდი გამოვარდნენ შემიძვრა მართლა ვა გავგიჟდი თემურა კარგიაო კარგია აი ამაზე ავაგოთო ეხლა ეწიუდიო და მთელი ეწიუდი ავაგეთ ამაზე რომ მიძვრები სად მიძვრები მოდი ერთის დავლებთ დიდი მადლობა
უკვე ბევრი დავლიე. შენ? რომ მეძრები? სად მეძრები? მინდა გავიხსენოთ თავიდან როგორ დაიწყო? მსახიობი როგორ გახდით? როგორ გადაწყვიტეთ, რომ აი მე მინდა მსახიობობა? ეს სკოლის პერიოდში იყო. სკოლის პერიოდში ცოტა ისეთი აცვენილი ბავშვი ვიყავი, ხამ წემდნენ. მე ერთმანეთს წვენდი სიცხლებს ბიჭები. ესეთი ჩობის ვინ უფრო მაგრა რა. აი ესეთი აცვენილი და ძალიან მიყვარდა ის კულტურის სახლი იყო მუხრანში. და იქ იყო ვასო ჩხაიძე გახსოვთ ყველას. მსახიობი. და იმის შვილი გოგი ჩხაიძე ჩამოდიოდა მუხრანში და ყოველ ზაფხულს დგავდა თითო სპექტაკლს კულტურის სახლში. და რაღაც გარკვეულ დახასობთ ესეთი რაღაც და იქ მივდიოდი მაინტერესებდა ფანჯრიდან ვიყურებოდი როგორ იყო რა იყო. მერე სპექტაკლი დაიდგა და აი ძალიან მომინდა რაღაც აი ეს სხვა სამყარო იყო ჩემთვის. სხვა სამყარო და სამყაროში შესვლა, ხო? თან რაღაც აი თითქოს არ ვიცი, არასდროს არ ყოფილა და რაღაც ჩემი ახლობელი რაღაც ნათესაური თითქოს აი ხელმეორედ გავშდი და ადრე იყო რაღაც ჩემში რაღაც და ისე მოხდა რომ შემამჩნია ამ იმან და რაღაც ერთი როლი მომცა. რაღაც მეორე როლი მომცა და მე ერთი როლი მომცა 60 წლის კაცს თამაშობდი რამდენი მე-10 კლასში ვიყავი თუ რაღაც პარიკი გამი ჩემი შვილი სიმონი სამსონაძის პიესა იყო რაღაც და ეს ვინც თამაშობდა თენგიზ ფარჩუკიძე ძალიან ნორმალური მოღვაწე იყო რაღაც მხატვარიც იყო ყველაფერი ეს და ის წავიდა და მოდიო ვცადოთ აქ ამ როლზეო არა მეთქი მე როგორ ვცადოთ და რაღაც პარიკი მე რებეციები ხო გავიარეთ ყველაფერი რაღაც და პარიკი დამახურეს რაღაც და გავიარეთ ნორმალური უკვე ყველაფერი მივხვდი რაც უნდოდა რეჟისორს და ჩემი შვილი სიმონი იყო და მე მამას თამაშობდი იმ სიმონის მამას და მოვიდა პრემიერის დრო პრემიერზე კულისებში ვდგევარ უნდა ფარდა გაიყოს მთელი მუხრანი მოვიდა სოფელი მაყურებელი ის ხმაროისმის კულისებში ხო იცი და გავიქეცი სახში შემეში დამიჭირეს მომკაცეს და შემაგდეს შემაგდეს იქა და აი სანამ რო შემაგდეს მე აღარ მე წავიდა ყველაფერი წავიდა დამთავრდა სპექტაკლი და ეს ტაში რო იყო ეს რაღაცები რო იყო მე მეორე დღეს რო მივდიოდი და აი ეს თითით რო აჩვენებდი რომ ამან შორა უკვე დამთავრდა ყველაფერი უკვე მოვიწამლე თუ რაღაც აი როგორც ეს ბავშვი მოიწამლა წეღან რო ვთქვით ის კახეთის რომელიღაც აი ესეთი ვარიანტი აი ამიტომ მე პირველი კინოროლი დიდოსტატის მარჯვენაში გქონდათ როგორც დიდოსტატის მარჯვენაში შიშველი ვიყავი ტანზევი და ქურას უბერავდი ესე და მსხვილი პლანეტი იყო გადაღებული ის ბატონი ვახტანგ დაბლიაშვილის ფილმი იყო დიდოსტატის მარჯვენა ნუ მე სერიოზული ფილმები წავიდა მე კავკასიელი ტყვე ტოლსტოის მიხედვით დიდო კალატოზის შვილმა გადაიღო და ნუ საერთოდ ვითამაშე დაახლოებით 55 თუ 56 ფილმში მაქვს ნათამაშები ამას ვამბობ როლი მთავარი როლი ეპიზოდი ყველაფერი და ქართულ სერიალებშიც ხშირად კი სერიალებში ოქროს ობობა იყო ოქროს ობობა სერიალი ხურც თამაშობ კი ცხელი ძაღლი და ეხლა ბოლოს უკვე აგერ წინა გადაცემაში ჩვენ ბატონი დავით დვალიშვილი ყავდა სტუმრად და ბოლო სეზონზე ვისაუბრეთ და ბოლო სეზონში თქვენც ხართ თავარი ესე იგი კომაგების თავარი დამრტმელი ძალა პარა როთამე უკვე აღარ შემიძლია ამდენი ხო და ძალიან კაი ჯგუფია ეს რა ქვია ბოლო სეზონი
ძალიან საერთოდ ეს რეჟისორებიც მთელი ტექნიკური მომსახურეობა, ну არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ მინდა რომ განვასწრო ვინმე. აი აბსოლუტურად აი გული როგორ დაუდეს და როგორ ყველაფერს აკეთებდნენ რომ ფილმი გამოსულიყო. ისე ეხლა დამებადა კითხვა, ცხოვრებაშიც თუ ხართ ფეხბურთის გულშემატკივარი, აი ეგეთი გულანთებული როგორც ფილმში. ერთ-ერთმა დამირეკა რომ ინტერვიუ მინდა თქვენთან როგორც გულშემატკივარიო. იმდენი საქმე მქონდა რომ გულშემატკივარი ვერ გავხდი. იმიტომ რომ იყო ცხოვრებაში რეპეტიცია მქონდა თეატრში, მერე გადაღება მქონდა და ღამე კიდე გადაღება მქონდა. იყო ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი. ეს ამ სამყაროს შემდეგ ვერ გავწდი და ვერ გავხდი როგორი გულშემატკივარის მინდოდა ისეთი. ნუ ეხლა მსოფლიო ჩემპიონატებს რაღაცებს უყურებ, მაგრამ არ არის ის ვარიანტი რომ ყოველწუთს და მირეკავს რომ ინტერვიუ მინდო. არა ვარ მეთქი მე ის, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი მე ჩემ ახალგაზრდობაში რომ ის. არა, უნდა მოხვიდეო როგორ გიყურე იქაო და როგორ არა, შენაირი გულშემატკივარი მინდა რომ აი კინოს ძალა პროფესიონალი ფეხბურთელია, მე არ დავასახელებ გვარს. და რა მინდა აღვნიშნო რა. ხო და არა მე არ და ხო და მოდიოდა. არა ვერ მოდიო შეგე. და ძმაკაცი მყავს, კაი გულშემატკივარი. ავიღე იმისგან კონსულტაციები, ფურცლები, რაღაცები დავწერე ყველაფერი ესე და რომ მივედი, აქეთ მიზის ცნობილი ფეხბურთელი, იქით ის. იმაზე მეტი მე მგონი მე ვილაპარაკე. აია მეგობრის ძალა. და მე რა გამახსენდა ეხლა ტყიბულის მეშახტე გადავიდა უმაღლეს ლიგაში. არ ვიცოდი და Facebook-ზე შემხვდა კადრი ბატონი დავითი რო არის შესული გასახდელში და აი რო ელაპარაკება და როგორი გულშემატკივრობა აქვს რომ თამაშის წინ იქაც თავისი სამოტივაციო სიტყვით ჩაატარა ხვდები და გადავიდა მე პენლებით გადავიდნენ თან ბოლოს რა როგორც არის ერთ-ერთი მომენტი და ძალიან ამიტომ ხო ხვდები ეს რო არ ყოფილიყო სიტყვაზე ბოლო სეზონში ესეთი ამბავი ხო კი ბატონი დავით ტყიბულშია დავადებული გულშემატკივარი იქნებოდა მაგრამ არ ამგონია რომ ფეხბურთელებს წვრთნელს ყველას ესეთი მიდგომა ქონდა რადგან მე იტყვი კინო რა გვინდა ხო და კინო არის უმნიშვნელოვანესი რაც რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია და თან საზოგადოების უმრავ მთელი მასა უყურებს ხო ანუ მასობრივი სანახაობაა და ძალიან ბევრი რამე ხა დღე რამდენი კინოსიმღერა რამდენი ფრაზა ამფრინავი ფრაზები რომელიც ცხოვრებაში გადგება ხო ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში ამიტომ კინოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენ გვაქვს ახლა ესეთი მიმართულება ნელ-ნელა ქოქავთ რასაც ქვია კინო მოითხოვე კინო შენს ქალაქში კი ბატონო და რამდენიც თქვენი აზრი გვინდა რამდენიც გინდა დაიქოქო და რამდენიც გინდა სახელმწიფომ თუ არ მიაქცია ამას ყურადღება ვარიანტი არ არის იმიტომ რომ კინოს უნდა კინოს რო იღებ დიდი თანხა გინდა რომ გედოს თქვენ ახლა მაგალითად მუხრანში ცხოვრობთ ხო დაახლოებით ერთი 35 წლის წინ უფრო ნაკლებიც ეხლა კიდე ერთი რაღაც კინოკლუბი იქნებოდა კულტურის სახლი ყველგან ეს იყო რა მოდებული იყო კულტურა ფაქტიურად დღეს არსად აღარ არის კი ბატონო ყველა სოფელში იყო კულტურის სახლი სადაც დიდი ეკრანი იყო და კინო გადიოდა ჩვეულებრივ ძალიან ნორმალურად სახელმწიფოსაც უხდიდა და ყველაფერი ნორმალური მუშაობდა რა როგორ დაწესებულება ისე ყველაფერი იყო შემოვიდა ვიდეო შემოვიდა ინტერნეტი ხალხი ჩაიკეტა სახლში იმდენად სახში ჩაიკეტა რომ კინოს აღარ ჰქონდა კინოში აღარ დადიოდა ხალხი იმიტომ რომ კასეტები ჰქონდა ჩადებდა და ის ერთი პერიოდი ძალიან ჩაიკეტა კინოს მაყურებელი კლუბში აღარ მიდიოდა თეატრშიც არ დადიოდა ხალხი იმ მომენტში მახსოვს თეატრიც სარიელი იყო ყოფილა შემთხვევა რომ 10 კაცზე გვითამაშია სპექტაკლი და ის 10 კაციც არ ყოფილა და ჩაშლიდა სპექტაკლი მე ამ ხალხს მობერდა კომფორტი სახში რო იჭდა და გამოსვლა ურთიერთობაა ეს გამოსვლა მოუნდა ხალხს ურთიერთობა და შერჩა მარტო თეატრი იმიტომ რომ კინოთეატრებში საწყობები შერჩა თეატრი და კინოთეატრები აღარ არის რაიონებში აი კინოთეატრები ეხლა რო იყოს მე ხალხს აერთიანებდა ეხლა რატო თეატრში რომ მიდის რაღაც ერთიანდება ადამიანები სულ შაკეტილი იყო იმ პერიოდში ხალხი თავიანთ სახლებში კომფორტი ქონდა იქ კი მეტი არაფერი არ უნდოდა
თან კინოში მიდიხარ, ვიღაცას დაპატიჟებ, ვიღაც დაგვაპატიჟებს. რა თქმა უნდა. განიხილა ურთიერთობა, შენ სიახლეებს გაუზიარებ. კინო არის ძალიან თან ჩვეულებრივი რამე არა, ეს არ არის რაღაც დიდი ფუფუნების საგანი, ხო? ანუ კინოთეატრია და ახალი ფილმი გამოდის. ანუ მთელ მსოფლიოსთან გაქვს კინოთი კავშირი რა. კი. კინო ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური სამყაროა, სადაც შენ წდები არსებულ რეალობას და სხვა სამყაროში გადადიხარ და ვიღაც საერთოდ ჩვენთვის უცნობი ადამიანები გიყვებიან ძალიან მაგარ ისტორიებს, შენ ასევე შენ აცნობს შენი ნაფიქრალი, ნააზრევი, აი ესე მასშტაბურად შეგიძლია გაუზიარო, ანუ მილიონობით ადამიანს, რა მაგარი რამეა, ხო ეს და არავინ არ იცის ვიზე რა შედეგი იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ეს მომენტი. ახლა ჩემთვის ახლა მაგარი მომენტი იყო 6-მე ღვთისკაცი რომ გამოვიდა იქ ჩვენებაზე იყო ჩემი ერთი ახლობლის და ჩვენ მხარდამჭერი იყო ის და მეორე დაესწრო თავის ოჯახთან ერთად და მეორე დღეს მირეკავს აბა ეხლა თუ გამოიცნობ სადავარო და ეხა ვარო ჩემ შულთან ინუცასთან ერთად ის პატარა როლშიც არის ის ბავშვიც გადავიღეთ და ძალიან ისე იყო რა აჟიტირებულებით ფილმის ჩვენებ პრემიერის მერე და წამომიყვანაო დაწმინდაზე 6-მე საფლავთან და მეუბნება აქამდე აქ რა თუ არ ვიყავიო და მადლობა შენ რომ ეს გარდასახვა მოახდინეო რა და მე ჩემი საქმე გავაკეთე და დოკუმენტური არა მხატვრული ფილმი ხო და რო უყურა მე უკვე და ძალიან ბევრმა ადამიანმა თავისი განცდა გააზიარა ხო საბერძნეთში რო ქონდა ჩვენება იქ ძალიან ბევრი იქაური ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ და უმრავლესობათან ქალბატონები და ყველანი ტიროდნენ და ჩვენ ვართ 6-მეები რა ჩვენ ვართ 6-მეებიო აი როგორ განცდა ქონდათ ისი რომ მათ ცხოვრებას უყურეს რა და კინოს შეუძლია ძალიან დადებითი როლი ითამაშოს და სამწუხაროდ დღეს იმდენად მცირე სულად თბილისში არის ჩვენ შემდეგ პარასკევს გვეყოლება სტუმრად კინოთეატრების წარმომადგენელი და განვიხილავთ მარტო ერთი კომპანია ხო ვერ გააკეთებს ახლა მთელ საქართველოში ამ კინოთეატრებს ხო არც ვალდებულება ძალიან რთულია ამის გაკეთება და ყველა ქალაქს როგორ შეიძლება რომელიც შეეძლოს და გააკეთოს ხო გააკეთო შეუძლებელია ფიზიკურად 200 და 300 კინოთეატრი ააშენა როგორ შეიძლება მაგალითად დავიწყოთ კახეთიდან ახლა თელავში კინოთეატრი არ იყოს ხო აი მოგმართავთ თელაველებო ჩემთვის უსაყვარლესი ახლა თელავში არ არის ხო ზუგდიდებო ზუგდიდში არ არის ფოთში სენაკი ახალციხე გორი ქარელი კასპი ბორჯომი აი ონი ამბროლაური რაჭველებო მივაწვეთ და მოითხოვე კინო შეკალორტო ზონაში როგორ შეიძლება არ იყოს კინოთეატრი ქობულეთში არ არის წარმოიდგინე რომ ბათუმში ხა იქ სავაჭრო მოლში გაიხსნა კი დამატებითი რა და სამაგიეროდ რა ძველი იყო ის და ის აღარ არის ხო ერთი არის ფაქტიურად ისევე და ამიტომ კინო რას შვება იცი აერთიანებს ხალხს აერთიანებს რაღაც საუბრების მომენტია ძალიან მე ფილმის ერთად უყურებენ რაღაც მე აზრის გაზიარება რაღაცა აერთიანებს ამიტომ მოითხოვეთ კინო თქვენ ქალაქში და ჩვენც ჩამოვალთ ეხლა ვიწყებთ რაღაც გასვლები გვექნება რომ ნახოთ კი ბატონო რა რესურსია რომელ ქალაქში სად შეიძლება რომ ეს კინოთეატრი გაკეთდეს კინო ეხლა არის თბილისში ბათუმში არის ხაშურში გაიხსნა და ქუთაისში არის საჩხერეში არის კინოთეატრი სადაც შეგიძლია რომ მაგრამ ესე როგორც კინო ესე არ მუშაობს მაგრამ კინოთეატრად შეიძლება იმ ადგილმა კარგად არის გაკეთებული მესტიაში არის მესტიის ოღონდ მესტის მუზეუმში რომელიც ძალიან მაგარი მუზეუმია და თავის დარბაზი აქვს მაგრამ როგორც კინოთეატრი ესე შეგიძლია კინო აჩვენო მაგრამ არა კომერციულ კინოთეატრად არ მუშაობს ასე თეატრებში შეიძლება გაკეთდეს რაღაცა დროებით სანამ კინოთეატრი იქნება მაგრამ თვითონ ხალხმაც უნდა გამოხატოს აქტივობა ხო ხა მარტო ის რომ ჩვენ აქედან გვინდა გავაკეთოთ ხო არ არის ხალხიც უნდა დაინტერესდეს იმიტომ რომ იქ რო ცხოვრობ შენ ანუ კინო აუცილებლად უნდა იყოს რა ზურგეთში არ არის, ლანჩხუთში არ არის, ჩოხატაურში არ არის ფიზიკურად რა. და ხო რატო არ უნდა იყოს ხდები, აუცილებელია. ამიტომ მოითხოვე კინო შენს ქალაქში და
ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გველოდება წინ და ისე კაი რეკლამა იქნება. მოითხოვე კინო შენს გალავში ეგეთი ჰეშტეგი გაკეთებული, აქტიურად დავიწყებთ ჩვენ ახლა ამას უფრო ახალი წლის შემდეგ და ქალაქებსაც ვესტუმრებით ისედაც რა. ჯერ რაიონულ ცენტრში რო იქნება მნიშვნელოვანია და ის მერე თავისი ქსელი შეიძლება გაიშალოს რა, რაც მოთხოვნადი, რაც უფრო მეტი ადამიანი წავა კინოში მოითხოვს, იქ შეხვდებიან, კაფე იქნება, ერთმანეთს აზრს გაუზიარებენ. კინო გაქირავების რაღაცები იყო, დაწესებული დიდი იყო ორგანიზაცია კინოს. ოთარ კობერიძე ამბობდა სხვათა შორის, ჩემმა ბაშიაჩუკმა და მამლუქმა რამდენი ფულიც მოიტანა, მე მგონი ტიტანიკს არ მოუტანია რამდენი. რო გადათვალო ეკვივალენტი დოლარში მაშინდელი და ინფლაციის გათვალისწინებით ძალიან დიდი თანხა. რაც რიცხვი მახსოვს 87 მილიონმა ადამიანმა ნახა ჯარისკაცის მამა. წარმოგიდგენია რა რიცხვია ეს? ანუ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში და სადღაც საზღვარგარეთაც ჰქონდა ჩვენებები. ანუ უფრო ეს ჯამი ადგილობრივი იყო და ძალიან მაგარია რა კინო და დღეს ახლა მთელი საბჭოთა კავშირი მიმინოდა ჯარისკაცის მამაზე აგებული რამდენი ხუმრობაა, ხო და ნიშნულოვანია რა და რამდენი კინოდან ფრთიანი ფრაზები ჩვენ რაც არ გვაქვს ეგ არის. არაჩვეულებრივი გამოფენა ცისფერი მთები. ანუ ყველაფერი კინოდან მოდის, ხო? ყოველდღიურობაში ეს ჩვენს ტერმინოლოგიაში ჩაჯდა და ხო და ის თან, იმიტომ რომ მასშტაბური ფილმები იყო, ხვდები, მასშტაბურ ფილმს ბიუჯეტის გარეშე ფიზიკურად ვერ შექმნი და ბიუჯეტი ინვესტირება უნდა მოხდეს კინოში და აი კინო რო ძალიან მომგებიანი საქმეა, ეს უნდა გავაგებინოთ რა ჩვენს როგორც სახელმწიფომაც გაიგოს, ასევე ბიზნესმა უნდა გაიგოს და საზოგადოებამ, იმიტომ რომ აუცილებელი არაა შენ საზოგადოებასაც შეუძლია, ხა მე როგორც ვაკეთებ საზოგადოების მხარდაჭერით ფილმების გადაღებას, უბრალოდ ცოტა თანხა შემოდის რა, რომ დიდი მასა არ არის ჩართული, მაგრამ თუნდაც რო ჩაერთოს, ხო, 1 ლარით მაინც რო ჩაერთოს, ძალიან კარგი პროექტები შეგიძლია, თვეში 1 ლარი რო შენ აირჩიე ვინც გინდა რეჟისორი და მხარი დაუჭირე უბრალოდ სიმბოლურად რა. უკვე ეს 1 ლარი და 100,000 კაცი რო შეგროვდება და მილიონი უკვე ძალიან დიდი საქმეა, ხო? ვიღაცა 1 ლარს შეიტანს თავისრულს, ვიღაცამ შეიძლება 10, შეიძლება 100 გააკეთოს და ამით ძალიან კარგი ბიუჯეტი შეიკრება და მაგარი მხარდაჭერა იქნება ქართულ კინოს და კინო თუ განვითარდა კინოსთან არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა დარგი დაკავშირებული. ყველა ბიზნესს მოიცავს კინო რა, ერთადერთი დარგია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. ხელსახოციდან დაწყებული სასტუმროთი და ბანკით დამთავრებული, თორე ყველაფერი გჭირდება. ამათ შორის რაც შეიძლება იყოს რა და ყველას შეუძლია ძალიან კარგი სარგებელი მიიღოს. აი ეს მინდა რომ გაიაზროს რა ჩვენმა ქვეყანამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, სახელმწიფომ რომ მიდგომა და აუცილებლად ჟანრული კინო უნდა განვითარდეს რა. მხოლოდ სოციალური დრამები არ უნდა იყოს. და კინოს პრესტიჟის ასამაღლებლად მეორე იდეა გვაქვს კიდე. მეორე იდეა გვაქვს კიდე. ჩვენი იდეა არ არის, მაგრამ ნუ აქ ჩვენია ხო, მინდა წარმოიქმნა. ეს იდეა გაუჩნდათ ამერიკაში ჯერ კიდე 100 წლის წინ, აი ბატონ დავით ვალიშვილსაც ვესაუბრეთ წინა გადაცემაში. 4-5 ადამიანი კინოში მოღვაწე, მათ შორის ლუი მაიერი, მეტრო გოლდვინ მაიერის დამაარსებელი, დასწრენ და იფიქრეს, რომ რამე კლუბი შევქმნათ ეს კინოში ნიკების და წელიწადში ერთხელ აი ჩაპლინი და ესეთი გამორჩეული ადამიანები დავაჯილდოოთ რაღაცითო რა და მე შექმნეს ეს ჯილდოც. მე ამ ჯილდოს სახელიც მოუფიქრეს და არქვეს ოსკარი. მე იფიქრეს რომ რაღა მარტო გამორჩეულ და ღვაწლმოსილ ადამიანებს იმ წელს რომ რაღაცა გააკეთოს მსახიობმა, რეჟისორმა, მხატვარმა რაღაც შექმნა მნიშვნელოვანი, მოდი იმათ წახალისება ერთგვარი და ეს აიტაცა მთელმა მსოფლიომ. არის გერმანიაში, არის ესპანეთში, არის იტალიაში, საფრანგეთში, ყველგან არის. არა გვაქვს მხოლოდ ჩვენ. ესე იგი ერთი წრეთი თაფლისგან მე შეიქმნა ეს ყველაფერი გადიდდა უკვე და სისტემა ერთის დადგეს და აკადემია, საბედნიეროდ კინოაკადემია უკვე გვაქვს. უბრალოდ ამ კინოაკადემიას უნდა ჰქონდეს ის ფუნქცია, რაც აქვს ყველა ქვეყანაში. იტალიის კინოაკადემია აჯილდოებს დონატელოს დავითით. ბრიტანეთის კინოაკადემია ბაფტათი აჯილდოებს და ასე შემდეგ. აი ჩვენც რო გქონდეს ჩვენი კინო ჯილდო, სადაც მსახიობს წლის საუკეთესო მსახიობს დავასახელებთ, ეპიზოდური როლის შემსრულებელ მსახიობს, რეჟისორს და ასე შემდეგ. ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ახალი უნდა შეიქმნას ამისთვის რა.
ძველი კინოაკადემია იმდენად სხვა მიმართულებით მიდის, რომ ჩემი აზრით საერთოდ არანაირ მიმართულებით არ მიდის და უნდა მივცეთ ეს მიმართულება მივცეთ, ხო, მაგრამ რთულია რა. სიცხლე უნდა გამოიცვალოს. ჩვენ რაღაცა რაც გვაქვს შეუძლია კინოაკადემია გაგვიხარდება თუ შემოგვიერთდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულია, ვინც ესე ცოტა უფრო თანამედროვე ხედვით ფიქრობს, მოღვაწეობს და აზროვნებს, შევქნათ გარკვეული საზოგადოება, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ ყველაფერს და აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი ხმის მიცემა ამ შემთხვევაში რა. ძალიან საინტერესოა. დღეს მე რას შეხებული ვარ კინოსფეროში, საერთოდ არ არის რა, თუ რაიმე კონკურსია ან რაღაცა, ძალიან ხშირად არის ნეპოტიზმი, სახელმწიფოს ჩარევა, პირდაპირ ყველა კონკურსს რო უყურებ ან ტენდერს, ხედავ რომ ბევრი რამე არასწორად ხდება. მაგისგანაც დაცულები ვიქნებით, თუ ავიღებთ ზუსტად ოსკარის განაწილების პრინციპს, ანუ პირდაპირ გადმოვიღებთ. იმიტომ რომ იქ არის ხმის მიცემა ფარული, მსახიობები ირჩევენ საუკეთესო მსახიობს, ისე რომ არავის თვითონ მსახიობები ირჩევენ. ეგ თავიდან ესე არის, მერე უკვე ყველა ერთმანეთს მხატვრები ირჩევენ მხატვრებს. ოღონდ ისე რომ არავის არ დაწყდეს გული, შენ რატო არ მომეცი ხმა, იმან რატო არ მომცა ხმა, ეს არის ფარული. მე ვის მივეცი ხმა, ეს არის ჩემი მეტი დავწერე და ჩავაგდე. კაცშვილი ვერ გაიგებს, მე ვის და საბოლოო ჯამში დაითვალეს და გამოვიდა რომ ამან მოიგო და всё. ძალიან კარგია. ხო, აი გეგმავთ რომ რაღაცა ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ, რომ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში უფრო 1 წლის შემდეგ ესეთი რამე შედგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ანუ კინოს ის პრესტიჟი უნდა დაუბრუნოთ აუცილებლად, რაც თავიდან ქონდა ქართულ ფილმს და ეს მერე შემდეგ გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც და მნიშვნელოვანია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასება პირველ რიგში, რომ ვინც მთელი წლის მანძილზე იშრომა სხვადასხვა პოზიციაზე, ხო, კინო ბევრი დეპარტამენტისგან შედგება, ყველამ თავისი ღირსეული დაფასება მიიღოს, მონაწილე იყოს, თუნდაც იქ იმ წელს არაფერი არ კონდეს გაკეთებული, მეორე წელს შეიძლება გააკეთოს და ის დაესწრება, სხვა თავის კოლეგას დააფასებს, ასევე მეტი ყურადღება მიექცევა საზოგადოებისგან და ძალიან ლამაზი ღონისძიება შეიძლება ვაჩუქოთ რა, ყოველ შემთხვევაში ერთი შეიძლება გავაკეთოთ, შევხედოთ, თუ გამოგვდის, გავაგზავნოთ, თუ არა და ეგრე დაიწყეს. ეგრე უნდა, ხო, იმიტომ რომ თუ არ ცადე არაფერი არ გამოვა. პირველი ოსკარები 15 წუთში მივიდნენ, 15 წუთში დააჯდოეს, წამოვიდნენ. მე მიხვდნენ რომ ცოტა უფრო პრესტიჟულობა არაწყენდა მომავალ წელს. კი და მე მივიდა იქამდე სადღაც უკვე მივიდა და მარტო მსახიობები და რეჟისორები არა, ჩვენ ძალიან მაგარი პროფესიონალები გვყავს ტექნიკურ არა, იქ ნომინაცია როგორც არის, ყველა უამრავი ნომინაცია. ჩვენი, აი მაგალითად, ქართული კომპანია აპოსტრედი, ხმის დიზაინზე რომელიც მუშაობს, ბევრი ქართული ფილმის დიზაინერი და წელიწადში დაახლოებით 10-15 პროექტს, ჰოლივუდურ პროექტს აკეთებს თბილისიდან. ეს ფილმები მე იმარჯვებენ, ოსკარსაც იღებენ, ოქროს გლობუსსაც იღებენ და ანუ ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ აქედან. და ამათ ჭირდებათ აი ესეთი დაფასება ჭირდებათ. თვითონ ტექნიკურ პერსონაჟია. ჩვენ ბომბეი ყავდა ისეთი, რომ ბომბეი ერქვა იმას. ის პიროტექნიკი და ხო, რას ლაპარო. და მაგათ უნდა, მართლა დაფასება უნდა მაგათ. აი მანდიდან რომ დაიწყებ უკეთესია. კასკადიორებს რა კასკადიორებს. ეხლა გვეყოლება ჩვენ მოვიწევთ ეხლა ზუსტად ეხა ეს ნაბიჯ, ანუ ეხლა ყოველ გადაცემაში ახალი სახეები უნდა. კასკადიორობაზე გამახსენდა ოთარ კობერიძე იღებს ფილმს საბედისწერო გასროლა არის ესეთი ფილმი. მე ვთამაშობ დეტექტივს რაღაც. ხო და გაგვექცა ქურდი, გაგვექცა იქ ტყეში რაღაც რომ ვერაფრით ვერ მიუდგებით, ვეტფრენი გვინდა რომ მიუდგეთ იმ ადგილს და დაიქირავა იქიდან პოლიციის იქიდან დაიქირავა ვერტალი და სცენარში წერია რომ მიფრინავს ვერტალიოდი და ნიჩბიში ერთი კოშკია აი ამხედა ფართობის და იმ ვერტალიოდან ჩამოხდეს იქ ჩახდეს და მე უნდა გაიკიდოს ქურდს ჩემი გმირი ოთარი არ წამოვიდა იმ გადაღებაზე შეეშინდა მე ვთქვი წამოდი ბატონო ოთარი რაღაც ხო უნდა იყოს რაღაც ისეთი რომ რაღაც მართლა რაღაც სათავგადასავლო რომ გავაღე რა გადავხდი იქ არ წამოვიდა შეეშინდა ის ჩამოწავდა არა
გადაღებაზე თვითონ არ წამოვიდა. არიდა თავი. ნუ წავედით გადაღებაზე. აფრინდა ერთი ვერტმენი, იქ თივები დამიგეს იქ ქვევით. და თქვენ უნდა გადმოხდეთ ვერტმენი და მე უნდა გადმოვხდე. კი და კახი კავსაძის ბიჭი. ირაკლი. მე და ირაკლი ფეხი იღრდა. ხო და თივები დაგვიგეს კოშკზე ყველაფერი და აფრინდა ერთხელ ცოტა ქარია რაღაცა. ეს ლიოჩიკი ბურთხოდებს რომ ჩვენი თავი გვეგონა გიჟები თქვენ უარესები ყოფილ. თქვენ უარესები ყოფილხართ. ნუ ცოტა ქარიაო და ვერავო მე და 5 მეტრზე მეც ვერ დავეშვებიო. არ შეიძლებაო რაღაც. და 5 მეტრი უკვე სიმაღლეა. და აი კოშკი 8 მეტრიანი თუ 9 მეტრიანი კოშკია. იმას აი 8 წევსიო დავთავრდა. ოკეი. ხო და აფრინდა მეორე რაღაც დაიძახეს კამერა რუპორით რაღაც ის კამერა. გავაღე კარები და სად არის თივა და გადავხდი მაინც რაღაც. იქ სასრაფო იყო რაღაცები ის. ყველაფერი ნორმალურად წავიდა მოკლედ. და რაზე დახტით მე მიწაზე თვითონ? ბეტონზე იქ კოშკსოა აქ თავისი ის. ბეტონზე, მაგრამ გავლილი მაქვს შოთა ცხონებული შოთა სხილაძე იყო. ძალიან კარგი პედაგოგი ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში. მე მეგობრობდით უკვე რომ დავამთავრეთ ის პედაგოგი იყო ჩემ, მაგრამ რუსავის თეატრში იყო და იმან ბევრი რამე მასწავლა მე პირადად კასკადიორობის. და იმიტომ კინოში თუ რამეა გასაკეთებელი კასკადიორი არასოდეს არ ხმარო მე. მოტოციკლზე შესანიშნავად დადიხართ და ყველაფერზე არასოდეს არც ცხენზე არც იმაზე კასკადიორი არას მე თვითონ ვასრულებ. ეგ ყველაზე მაგარია ტომ კრუზის ამბავში. ხო და თქვენ რას უსურვებთ? ანუ თქვენი სათქმელი რა არის? აი რა შეაჯამოთ თქვენი კარიერას და რას უსურვებთ ქართულ კინოს? კინოს უნდა ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა და უსურვებდი ჩვენ ქვეყანას რომ ყურადღება აუცილებლად კინოს უნდა მოექცეს. თეატრს შედარებით უფრო ნორმალურია მდგომარეობაშია ვიდრე კინო. კინო ძალიან ცუთხეშია ქართულ კინოზე ვამბობ. კი ბატონო ჩამოვა ის საზღვარეთიდან გადაიღებს ძალიან კმაყოფილი იქნება. მე ქართული მსახიობი ნიჭიერი მსახიობი გააკეთებს ყველაფერს. მაგრამ ფაქტორ სხვის საქმეს აკეთებ. სხვის საქმეს გავაკეთებ და ქართული კინო იყო მე მახსოვს არ ვიცი რამდენად მართლა ვიქნები ევროპაშიც კი მიღებული იყო ძალიან მაღალ დონეზე ქართული კინო. ევროპის ყველა დროის საუკეთესო 100 ფილმშია მერაბ კოკოჭაშვილის წარმოიდგინე რაც ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი. ჯარისკაცი მამაზე აღარაფერს არ ვამბობ და იმაზე. და არის ქართული კინო იყო და ნუ დავუღუპავთ აი ვევედრების სულას აი ძალიან დიდი ვედრებით ვთხოვ რომ იქნებ ქართულ კინოს მიექცეს ყურადღება. მადლობა. სტუმრობისთვის დიდი მადლობა, ბატონო გივი. სასიამოვნო იყო კაცნობა. ჩვეულებრივი საუბარი შედგა და შემდეგ პოდკასტ ნომერი 3, შემდეგ იქნება პოდკასტი ნომერი 4, კინო პოდკასტი და ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება შემდეგში უკვე აი კინო წარმოების მიმართულებით. თუ გინდა შენ რომ კინო არსებობს და კინო წარმოება იყოს, კინოთეატრები ანუ შენი კინო გაქირავების ადგილები უნდა გქონდეს, ან უნდა რადგან არ არის, უნდა შევქმნათ რა და აი ამ შექმნაში უნდა ჩავრთოთ ძალიან ბევრი ადამიანი რა. კი, თუ გინდა გაყიდო პროდუქცია, გჭირდება აუცილებლად მაღაზია ამისთვის. დიდი მადლობა დღეს დაგემშვიდობებით. მადლობა და სიყვარული ყველა ჩემს ხარდამჭერს. კარგად ყოფნა.